ოჯახში პირველი შვილის ეს არის ეგა. ეს გამოცდილება ადამიანთან ურთიერთობის თავიდან ვერ მაინც ვერ წავიდა კარგად. მე რაში მაინტერესებს იმაზე აზრი, ვიღაცის აზრი, როცა არ ვიცი თვითონ რა მოხდა. ეგ ძალიან მესმის და შეგვიძლია მაგასთან კონტაქტში მოვიდე. ჩემს გამოცდილებაშიც არის. გაქცევა მეცნიერებაში, გაქცევა ეკლესიაში. აი ბიჭობასა და ტორტ შორის ტორტი რომ უნდა გეთქვა თუ მეგრო იყოს ტორტი. გადახვედი მშობლის როლში, შეიძლება დავარკვათ ესე. იმას ვეცოდებოდი დიდი ალბათობით. ხო, მაგრამ მე მშველოდა. აი ჰარი პოტერში რო არის მაგალითად ის მიშველი ოთახი. ზის ხიბი რო შემოდის პანჯარაში და ჰაერში ცოტა მტრის ბუსუსებს რო. ხო, რო ჩანს. ეხა რო იხსენებ რას გრძნობ. ეს არის ბოლო მოგონება ბედნიერებაზე. ქართველები როგორი ბუტიები ყოფილვართ. ხო, აბა. მოგესალმებით, მე ნინო კერესელიძე ვარ და ჩემთან დღეს სესიაზე სტუმრად არის ზურა ბალანჩივაძე, ზურიუსი. ჩემთვის ზურიკო შემიძლია ეს შინაურულად. ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან კარგი გიდი, ადამიანი, რომელიც საქართველოს თბილის განსაკუთრებულად აცნობს განსხვავებულად ადამიანებს. მადლობა ზურა რომ მოხვედი დღეს ჩემთან. მადლობა შენ და ხო, ძალიან მიხარია აი შენი ეს საქმეც და თან ძალიან მიხარია რომ მეც რაღაცნაირად აქ აღმოუჩნდი, ხო იმაზე მალე ვიდრე ვფიქრობდი. ხო, ეს დაუგეგმავი ამბები ხანდახან ყოველთვის უფრო საინტერესო გამოდის ხოლმე და სასიამოვნო. მეც მიხარია რომ რაღაცნაირად შენს გქონდა დრო და დავემთხვეთ და შევხვდით ერთმანეთს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კითხავ რა დასაწყისშივე რახან ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ თავისუფლებას მივცემ რომ პირდაპირ კითხო. მომიყევი ცოტა მეტი შენ ბავშვობაზე, ცხოვრებაზე ქუთაისში, როგორ გადაწყვიტე მე თბილისში გადმოსვლა. აი რაღაცა პატარა მონახაზი მივცეთ ჩვენი სესიის მაყურებლებს. ოკეი. ხო, ზურა არის ქუთაისელი, ხო. კი ვარ გაგრაში დაბადებული, მაგრამ მაინც ქუთაისელი გამოვდივარ, დევნილი არ ვარ. ხო და ანუ ესე იგი რა ხდება მოკლედ ანუ ოჯახში პირველი შვილის ეს არის ეგა, მთელი ამბავი რომ მთელი სანათესაო რომ შენ შეგნატრის და რაღაც ეგეთი ამბებია. პირველი შვილიც იყავი? ხო. ოკეი. ხო, მამის მხრიდან კი. ხო. ბაღში არ მივლია, რაღაცა 3 დღე ვიარე მარტო და ამიტომ ეს გამოცდილება ადამიანთან ურთიერთობის თავიდან ვერ მაინც ვერ წავიდა კარგად. როგორ მოხდა რომ არ გივლი? აი ძალიან ბევრ ვტიროდი თურმე და გადაწყდა რომ მოკლედ არ ღირს ჩემი ანერვიულება ამათ. ხო, 90-იანების ბაღი რა იყო ახლა კიდე ეგ სამგეთემა, მაგრამ ხო. ამიტომ ეგ იყო. ის საინტერესო ახლა რაც მახსენდება ახლა არის ის რომ აი ახლა ცოტა ხნის წინაც რო ვიყავი ქუთაისში, ხო? ხშირად აღარ მიწევს ახლა ხოლმე ისე ჩასვლა რა. მქონდა დრო და გადავხედე წიგნებს და ფაქტობრივად ძალიან ცოტა წიგნი არის მხატვრული, რომელიცაც ხელი მაქვს მოკიდებული. აი ძირითადად თუ არის რამე ნახმარი და დაჩხაპნილი დამუშავარი, ზედ არის სულ ენციკლოპედია. მე ბავშვობიდანვე არ მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა და ყოველთვის შემეცნებაზე იყავი ორიენტირებული ესე იგი. ხო, ყოველთვის მაინტერესებდა რა მოხდა ჯერ. ხო. და კვლევა, გამოკვლევა ადამიანების თუ მოვლენების. ყველაფრის რაც ანუ მე რაში მაინტერესებს იმაზე აზრი, ვიღაცის აზრი, როცა არ ვიცი თვითონ რა მოხდა. ანუ როცა არ იცი რა მოხდა, რა ჯერ ხო საწყისი წერტილი ჩემთვის არის რომ ჩავეჭიდო რაღაცას. როცა რაღაცა არ ვიცი იმაზე აზრი როგორ უნდა გავიგო, ხო, მოგეთ აი ეგეთი. ხო. ბავშვობიდანვე აი ცოტა მიყვარდა ადამიანებით მანიპულირება ალბათ და უფროსობა. რას გულისხმობ? მეტყვი ცოტა მეტ. ხო, გეტყვი. ბავშვობაში ახლა ხო რა რაღაცა ხარ ფილმების ზეგავლენის ქვეშ და ისტორიული ფილმები მიყვარდა და რაღაცა სულ რაღაცა მოსასხამს მოვიხურავდი და ხან მეფე ვიყავი და ხან კეისარი და რაღაც ეგეთი ამბები. ხო და მე ჩემს სამეზობლოში, ჩემს ქუჩაზე ყველაზე უფროსი ვიყავი მე. და ძალიან მიყვარდა ამ ყველა ხალხის შემოკრება ჩემთან ეზოში და ან მე ვიყავი მეფე და ქვეშევრდომები, ან რაღაცა ფილმებს უყურებდით ერთად, ანუ აი რაღაცა ხალხ ამ ჩემ რაღაცა ჯგუფთან ერთად მიყვარდა რაღაცების კეთება, ესე რომ მე ყოფილიყავი იქ რაღაცა დომინანტი. მართავდი ჯგუფებს. ეგრე გამოდის, ახლა რომ ვფიქრდი. რამე გიყვანდა აბა ბაღში?
სადაც ბევრი თანატოლია, სადაც შეიძლება მანდ სადავეები სხვანაირად წავიდეს და სხვა ბავშვებმა გადაგაჩვენ თავისკენ. ოღონდ არდუს არ მიფიქრია ამაზე, იმიტომ რომ მე არაფერი არ არსებობს, ისეთი რაშიც ყოფილიყავი რაღაცა მართველი, ხო? პირიქით რაღაცნაირად გავურბივარ ამას. შეიძლება ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო და იქ დარჩა ერთ თემა, არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ მე იყო დაუშვათ და მაგალითად, ისე ფილმებიდან და რაღაცა ეგეთებიდან რავი. ხან მეკობრეობანას თამაშობდი. მე ვიყავი ამ რაღაცების ინიციატორი სულ. მაგალითად მეზობელი რომ თქვენ საკუთარ სახლებში ვცხოვრობდით. ხო და ფიროსმანის ქუჩაზე. ხო და მეზობელი მაგალითად რომელიღაც შეიძლება ჩვენთან რაღაცა რემონტს აკეთებს სახლში რაღაც ხო დიდი ასეთ კამაზით მოიტანენ დაყრდენ ქვიშას რასაც ქუთაისში ქვია სილა ხო და აი იქ მე რაღაცა ვარძიასავით ვაკეთებდით რაღაცებს აი ესე გავთხრიდით გამოთხრიდით გვირაბებს რაღაცა და აი სულ აი ამ რაღაცა ყველაფერი უკავშირდებოდა ხელოვნებას ოღონდ რა ხო თეატრი სპექტაკლებს გამდით და სულ მეზობლებს ვათამაშებდი და სცენარიც მე ვიყავი. რაღაცა სულ ეგეთი იყო ეს ჩემი ბავშვობა მეხატება ეხა მე თვალწინ. ძალიან ემოციური ლაღი სავსე. კი, ეგ იყო, კი. ხეებზეც რომით ველოსიპედზე ვარ გაზრდილი ფაქტობრივად, ამიტომ ძალიან ველოსიპედი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვობიდან და ახლა ავისრულე ეკოცნება რომ ახლა წავს. ხო? და ხო, ოღონდ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა მეორე მხარეც ახლდა, ეს იყო აი სკოლაში მაგათად მიჭირდა. ურთიერთობები. ხო, ანუ აი მქონდა რაღაცა კლასელებთან დაპირისპირება, ახლა რაღაცა განსაკუთრებული არა, მაგრამ იყო ხო აი დაპირისპირებები, იყო იმასე დაპირისპირებები, რომ მაგალითად აი მე მოკლედ ისე მოხდა, რომ მამა ჩემი იყო ქარხნის დირექტორი. და დირექტორის შვილობა, ხო, აღიქმებოდა, ხო, რაღაცა პრივილეგია. თქო, ჩემზე ეს პრივილეგია დიდად არ აისახებდა, რომ იმ დროს ვიყავი აი ძალიან რელიგიური ვიყავი მაგ დროს, აი ძალიან რელიგიური ეკლესიური უფრო ასე ვთქვი რა, რელიგიური შეიძლება ახლაც, მაგრამ ეკლესიური ვიყავი ძალიან და ამიტომ ეს ძალიან მქონდა გამჯდარი დაუშვათ ის, რომ აი რაღაც უბრალოება, სათნოება, აი რაღაც აი ამას ძალიან ხას უსვამდი მაშინ. ხო და ეს ქარხნის დირექტორის შვილობა როგორ ზემოქმედებდა შენს? ხო, აი იმიტომ რომ მაგალითად რაღაც ბაბუაჩას მივყავდი მანქანით სკოლაში. და ეს კლასელები ამას აღიქვამდნენ ცოტა ისე. ხო, ეგ ძალიან მესმის და შემიძლია მაგასთან კონტაქტში მოვიდე. ჩემს გამოცდილებაშიც არის. ხო, და ეს მე ძალიან არ მინდოდა ეს, იმიტომ რომ კონტროლს რო გრძნობ ერთი და მე რო შეხვდები რომ იმას რო შენ მანქანით მოყავხარ და არაფერი ისეთი გასავლელი არ არის, ხო? მაგრამ ნუ ისიც მესმის რომ 90-იანების ქუთაისია რაღაცა, ხო, ეგეც რაღაც მომენტში გასაგებია. ხო. და მე ხვდები რომ შენ რომ მანქანიდან გადმოდიხარ ის სხვანაირად გიყურებს მე შენ ხო და აი სულ გონია რომ რაღაცა სხვაზე მეტი ფული გაქვს ან რაღაცა ჩემი მაშინ მახსოვს რომ რა მაბედნიერებ და თავ რომ მეკიდა ისე რა ქვია მენდელეევის ტაბულა და იმავე ოთახში მეორე მხარეს რომ მეკიდა სოფლიოს პოლიტიკური რუკა. აი ეგ იყო ჩემი ბედნიერება. ანუ სწავლის მეტი არაფერი მაინტერესებდა. სწავლობდი, ხატავდი, აი მაგით ვცხოვრობდი. აუ ხა ეს რო თქვი, მეც ძალიან მოვედი კონტაქტში თქო. მაგიტო ძალიან შემეხო და გაგიზიარებ მაგ ნაწილს. ხშირ შემთხვევაში, ოდესაც თანატოლებთან ურთიერთობისას აი ესეთი ზღვარი შემოდის. იქნება ეს მანქანით მიყვანა თუ ოდნავ უფრო არ ვიცი როგორ თქვა სოციალურად რაღაც შესაძლებლობები მეტი მაგ მომენტში რა თქმა უნდა რომ მოდის თანატოლებთანაც პატარ-პატარა დისკომფორტები ერთის მხრივ, მაგრამ ჩემ გამოცდილებაში არის მასა დამრიგებლის მხრიდანაც ეგეთი დამოკიდებულება არის შენ ხა ვიღაცის შვილი ხარ და ეს მეც მახსოვს როგორც მწარე მტკივნეულ გამოცდილებად და ამასთან ერთად კი მეც წავედი მე მეცადინეობის ნაწილში აი რაღაცა უნდა შევიმეცნო შევისწავლო და ფაქტიურად კონტაქტი ესეთი სოციალური კონტაქტები ჩემთან ყოველ შემთხვევაში შემცირდა. შენთან იყო ეს გაქცევა მეცადინეობაში? გაქცევა მეცადინეობაში, გაქცევა ეკლესიაში. ხო, და ჩემთან კიდე ის იყო, რომ აი იმ დროს ყველას რომ ქურდობა უნდოდა და კაი ბიჭობასა და ტორტ შორის ტორტი რომ უნდა გეთქვა თურმე ეგ რო იყოს სწორი და მე რო კაი ბიჭობა ვთქვი და ხო, ანუ აი
ეგ იყო და აი ზოგადად ძალიან მეშინოდა რაღაცა ქურდული სამყაროს. თორემ მაშინ იყო ზუსტად ის რომ ნახე 90-14-ში გავხდი პირველ კლასელი. ეგ ის პერიოდია, როდესაც ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, მასობრივად ვრცელდება. გაქრისტიანება ხდება ქართლის მეორე გაქრისტიანება. თორემ მერამდენ. ხო და აქტიურად კიდეს ფეხს ტაძარში სიარული უკვე. ხო, ეგ არის და თან ჩემი სკოლა გადაკეთდა ახალმოწამეთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა და უცებ ერთ ბაშად დავიწყეთ გაძლიერებულად სწავლა ამ რელიგიური რაღაცების, საღვთოს ჯული, რაღაცა ხო, მოციქულთა სწავლება, რაღაცა უცებ აი ერთ ბაშად დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა, რა რაღაცა, ეგრე წავიდა საქმე, პატრიარქიც ჩამოვიდა 99-ში თუ რაღაცა და ხო და ამიტომ ისე იყო რომ აი ამ ბავშვობიდან ამ რაღაცებს იღებ იმას, რაც შენ მშობელმა არ იცის ჯერ. იცის რომ ეს რაღაცა არის, მაგრამ რაღაცა სიღრმისეულად რატო და რა. ხო და უცებ აღმოჩნდა შენ რაღაცები ისწავლე, ისეთი რაც შენ მშობელმა არ იცის და ეს ყოველთვის ისეთი cool პონტია, არა აქვს მნიშვნელობა რა არის, ხო? და მე შევიტანე რაღაც მომენტში ოჯახში ეგ და გადახვედი მშობლის როლში, შეიძლება დავარქვათ ესე თერაპიული კუთხით. ხო და ანუ 60 რაღაცა ეს ხატების კუთხე მე მოვაწყე პირველად სახლში და რაღაცა და თავიდან ხო მე დარჩა ის ხატების კუთხე და და ჩემი დაუშვათ აგძელებდა უფრო ლოცვას და აგძელებს რაღაცას ხო მაგრამ ანუ მე რაღაცა ხო ჩემგან წამოვიდა ეგ ინიციატივები რა და ამიბო მხარია ხო და აი ამ ყველაფერთან ერთად რო იწყებ ამ რაღაცა ეკლესიურ ცხოვრებას და მე აქვე ეჩეხები დაუშვათ აი ამ ქურდულ მენტალიტეტს ძალიან რომელიც ქუთაისში მაშინ ძალიან იყო ხო და იცი რომ ანუ ადამიანი ვერ არ უნდა დააყენო ღმერთზე მაღლა და უცებ რო ხდება ეს ადამიანის ფაქტორი ასეთი ძლავრი რო არის ხო აი მან იმდენად დავითრგუნებოდი მაგით რომ ხშირად ყოფილა რომ ანუ ეკლესია ყოფილა რაღაცნაირად თავშესაფარი მაგის რა ხო რო აი გრძნობდი თავს დაცულად რომ აი ბავშვად რო გამაჩერებდნენ ხოლმე ქუჩაში და რაღაცა და ახსენი შენი პიროვნება და რაღაცები ხო მე ვაჩვენებდი ეს ჯვარს და მეთქი მარხულობ და რაღაცა და ეს იყო ჩემთვის დაცვა იცი და რაღაც მომენტში შეიძლება ვთქვა რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდა მაგ პერიოდში ეკლესიაში თავშესაფარი იმიტომ რომ ხო თუ არ გინდოდა ყოფილიყავი მოდი ესე ვიტყვი მათნაირი მაშინ ყოველ შემთხვევაში რაღაც უნდა გაგაკეთებინა საპირწონე და ძალიან ცუდია ხა ამას რომ ამოქმნეს საპირწონე მაგრამ იმ მომენტში იქ და იმ შემოც შეიძლება აღიქმებოდა ეკლესიურობა საპირწონეთ კი კარგ ბიჭობასთან გიცავდა მე მართლა მიცავდა ეგ იმიტომ რომ აი რაღაცა რომ მოდის ვიღაცა უცნობი რაღაცა 2 მეტრიანი ბიჭი და გეუბნება რაღაცა ახსენი შენი პიროვნება და ვერ ხვდები რა უთხრა ამ დროს ისეთი რომ არ გცემოს ხო ეხლა სწორები ისეთია მძაფრი ემოციები ხო ახლა თვალწინ მიდგას ეგ რა უნდა უთხრა ახლა ისეთი რომ არ გაგიგდოს ციხქვეშ ვეუბნებოდი მეთქი აი ლოცულობ მარხულობ რაღაცა და ეგ შოლოდა იმას ვეცოდებოდი დიდი ალბათობით ხო მაგრამ მე მშოლოდა ხო ოღონდ მეორე თემა იყო აქ რომ თან აი ეს რომ მოითხოვდა რომ არითვალთ მაგცო და ანუ რასაც მაშინ მაგეთებ იმის მართლა მჯეროდა ხო რა თქმა უნდა ხო ეს არ იყო რომ ანუ თავის დაცვის არა მე მართლა მჯეროდა ამის და მართლა ესე ვიყავი ჩართული ამ ამბავში და ხო ამიტომ აი ის პერიოდი 90-იანების პერიოდი და ნუ 2000-იანების რაღაცა პერიოდიც იყო ეგ რომ ეკლესიაში მე ვიპოვე ძალიან დიდი თავშესაფარი იმის რომ უბრალოდ არ გაველახე ვიღაცას ქუჩაში ხო რა ძალიან მასობრივად გალახვა კიდე მინიმუმია ხო დაჭრა და რაღაცების მოსული თემა იყო მაშინ ხო და ამიტომ აი ეს ყველაფერი ამ რაღაც ლაღბავშვობას საფირძონე და ეგ ქონდა რომ ეგეთი რაღაცებით იყო სავსე თითქოს რაღაცა ორივე ემოციურ მდგომარეობასთან ხარ ნამყოფი ერთი რაღაცა ეს შიშების სტრესები მოდი ასე დავარქვათ და ტკივილები და მეორე სილაღე რომელიც შეიძლება ოჯახიდან უფრო მეტად არის ხოლმე როგორც ასე წახალისებული და დახმარება მოცემული ბავშვებზე ეგ ძალიან ისეთია ღირებული ამბავია კი ხო და ამიტომ არის რომ აი ხო ეს ორივე რაღაცა ძალიან ესე თამაშობდა რა ჩემთან და მოც გამქონდა თავი რა ხო მაგ პერიოდში იყო შენ ცხოვრებაში მუსიკა სულ იყო ბავშვობიდან ხო ანუ ხატავდი და მღეროდი დაბადებიდან ხო სტენაცა და გვიან მოვიდა მაგრამ მღერა სულ იყო და სულ პირველ ხმას ან მეორე ხმა რაღაც ქალის პარტიამდე ავდიოდი ხო მას მაღალი ხმა მქონდა და
ანუ გალობდი ეკლესიაში, ხო, საგალობლები, მე ხალხურები, მე გიტარაზე უკრავდი კიდე 2001 წელს 2 წელს რაღაც აი იმ პერიოდში. მე უკვე აბიტურიენტობა რომ მომიწია, მე უკვე ცოტა ყველაფერმა გვერდზე გადაიწია, მე მუტაციას დაჭერდა კიდე ხმის მუტაციას წლები და მე ცოტა მე მიუბრუნდი უფრო მოყვარულივით, ხო, თორე სულ მინდოდა ისე. ოპერის მომღერლობა ძალიან მინდოდა ყოველთვის რომ გამოსულიყავი. ისე შენ ახსენე მოყვარულივითო. ეხა ეს წარმოთქვი და ჩემს განცდაში გვერდიდან ვიზახე მოყვარულის დონეთ აღიქვა შენ თავს? მუსიკალური განათლება არ მიმიყია, არც ვოკალური განათლება არ მიმიყია და მაგ გადმოსახედიდან მოყვარული გამოვდივარ მაინც რაღაც მომენტში, ხო, ანუ ეხლა ის რო ეხლა შეიძლება ნიჭი გქონდეს, ხო, ეგ ერთია, მაგრამ ხო, რაღაცები მაინც მე არც ხატვა მე არც ნასწავლი არ ვარ, ხატვაც არ მისწავლია. და როგორ შაბლონებს მანები რომ თითქოს რაღაცა უნდა მესწავლა, ვიღაცა უნდა დაადასტუროს ბეჭედი და არტყას სერტიფიკატი მოგცეს, რომ რაღაცა ჩაითვალოს, რომ ვიცი. ეს რეალურად შენ ცხოვრებაში ესეა, რომ გჭირდება დასტური რაღაცებზე? არა, იმიტომ რომ ღერი და ხატავ და ამაზე არ მჭირდება ისე, მაგრამ არის რა, იცი რა მომენტია, რაღაცა ელემენტარული არის კარგი იმისთვის, რომ აი მე ყოველ თავიდან მეგონა რომ რაღაცის ხატვის მაგალითს გეტყვი მაგალითად ხო რაღაცის ხატვა სწავლა არ უნდა თუ წარმოსახო გაქვს დახატავ that's okay კი ეგრეა და ეგრე ვხატავ ძირითადად მაგრამ შენ რო ისწავლო რაღაცა მინიმალური ტექნიკა იმას დახატავ უფრო მალე ხო კი ბატონო ხო ეგ არის უბრალოდ მე რა ტიპის მუსიკაც მაინტერესებს რაც არის უფრო კლასიკური ხო მან და არის ის თემა რომ შენ რომ სწორად ისწავლო ჩასუნთქვა ეგ იმას იზამს რომ შენ დაგიცავს ხმის დაკარგვისგან ეგ არის ეგეთ რაღაცებს გულისხმობ რა ხო ზოგადად სოლფეჯიოს ცოდნა კარგია იმიტომ რომ მუსიკას უფრო მალე დაახარისხებ ტვინში და რაღაცა ეგეთ ეს უფრო შენ რომ სამოყვარულო და ემოციურ დონეზე და რაღაც მოჩ ველოსიპედის გამოგონება გიწევს რაღაცებში რა მაგრამ ხანდახან ისიც არის რომ ცოტა სიამაყით ვამბობ ხოლმე მას არ ვიცი და მაინც მაგარი ვარ მაგრამ თლად ეგრეც არ მინდა რომ ჩამეთვალოს და ამიტომ ვარ გულწრფელი შენთან რა ხო ჯობდა რომ რაღაცები მესწავლა რა ხო მესმის რასაც ამბობ იმიტომ რომ რაღაცა საკუთარი თავის დაცვისთვისაც არის ეს მომხილებისთვის როგორც ახლა შენ ამბობ მაგრამ მაგაზე გაგიზიარებ ჩემს და შენ საერთო გამოცდილებას ამაზე გემზე როცა რო ვიყავით ტურით და იქ რო დაიწყე სიმღერა ვიცი, ტიტანიკი რო დავიწყე. რო შეგეშინდა? იმდენად მძაფრი მაყურებელს ვიწყო, იმდენად მძაფრი ემოციები მღერო და ზურა და იმდენად მძაფრი იყო ეგ ემოციები, რომ ჩემთან ფილმი იყო უკან და მთელი ეს ჩემი მეგობრები ვინც ვიყავით, ყველას ვეუბნებოდი, რომ ხალხო მართლა ჩავიძირებით ეს იმხელა ენერგიას უშვებს, რომ არის შანსი რომ ჩავიძიროთ. ფოსფორის ტურზე არაფერი ისეთი. ხო. აი, მაგიტომ მოვიყვანე ხა ეს რეალურად ჩემ ხმაში ენერგეტიკაში მოდი მე ესე ვიტყვი ჩემენაზე არსებობს ის ვიბრაციები რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ ადამიანებისთვის მაინც მარტივი არც მისაღწევი არ არის და არც მარტივად დასატევი არ არის საკუთარ თავს შეიძლება ესე ვთქვათ შეიძლება აი დღესდღეობით ეს გამოცდილება რას გაძლევს შენია ეს მოდი დავარქვათ უნარი ნიჭი რაში გეხმარება ანუ არის რაღაცები რაც დავიტოვე ჩემთვის. აი დავშ არ ვაქცია შემოსავლის წყაროდ. ხო, მეტყვი. გავდივარ ხოლმე მანდ. რას ვიზამობა ხო? ჩემს აი მაგალითად ხო აი ველოსიპედით დავდივარ, ყოველთვის არ მიკეთია ხოლმე ყურსას მე და უბრალოდ მღერი. ამსტვენ. და ხო, ჩემს სამყარო მაქვს იმ მომენტში და ეს დავიტოვე ხოლმე, აი ჰარი პოტერში რო არის მაგალითად ის მიშველი ოთახი. ჰარი პოტერი და დამბლდორის არმია, იქ რო პატარა ეს ხო, აი ეგეთი სივრცე მაქვს. რა ხდება მაგ ოთახში? ოთახში ცხოვრობს ძალიან ბევრი გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც კარგი ხანია აღარ მომიკითხავს, უფრო აი ხატვისას მქონდა ეგეთი გამოგონილი პერსონაჟები რა. და ესენიც ინსპირირებული იყო ზოგი, აი რა რისგან იყო ინსპირირებული, რისგან იყო ზოგი კლეოპატრასგან, ზოგი აი ფრანკლინ დელანო რუზველტისგან. ხო, აი ვიღაცა ხალხი იყვნენ ეგეთები, რომლებიც იდეაში ინსპირაციები იქიდან მოდის და აი
აქედან ერთი მხრიდან რომ წერდი და უშუალოდ საშინაო დავალებებს და რაღაცა იქით მეორე მხრიდან მთელი ამათი რაღაცა ეს მქონდა რომ აი ის მოხდა მე-19 საუკუნისთან მოდის ეს ოჯახი ვითომ რაღაცას მოვიგონებდი ხოლმე და მთელი დინასტიები მქონდა ეს გავსებული და ზოგჯერ ის იყო რომ ანუ ნახევრამდე ის უკანა მხარე უფრო ასწრებდა რვეულს ვიდრე ეს და აი ხო აი ეგ იყო რა სულ ასე ვთქვათ არ ჩერდებოდა ეს ტვინი რა მე ხო ხვდები ცოტა ეს გამაჯეტერმა კომპიუტერებმა რაღაც როგორც მოხდა ეს ცოტა ჩაკლა და მიავნავლა ესენი მაგრამ არის ისე იქ არიან ხოლმე და რა მაგარია რომ არსებობს ეგ ოთახი იმიტომ რომ თერაპიული კუთხით ძალიან ხშირად ადამიანებს როცა უწევ კონსულტაციას ყოველთვის ვამბობ რომ კარგი არსებობდეს რაღაც სივრცე და ხშირად მეც ვარ ამას რაღაც ოთახს სადაც გაქვს შენთვის საინტერესო ამბები მოვლენები ემოციები განთავსებული და შეგიძლია ნებისმიერ დროს შეიჭყიდო შიგნით შეივსო დაიმუხტო რაღაც რეფრეში მიიღო და დაუბრუნდე მერე იმ რუტინას იმ რთულ ხანდახან აქტივობებს რომლებიც გვიწევს ხოლმე ყოველდღიურობაში და კი აი ერთხელ იყო შემთხვევა 2024 წელს რომ ძალიან გავიჭედე იმიტომ რომ ავყავი ძალიან ემოციებს და ვიყავ სიცილიაზე კატანიაში ხო ლევონთან ერთად ჩვენ საერთოდ ხო და მაშინ რაღაც აი ეს პანიკური შეტევები რა ხო რაღაც ძალიან მიეწყო ერთმანეთს და აი მაგან გამახსენა უცებ რომ აი რაღაცა აი ზუსტად მინიმალურად მითხრა ისე რაც მითხარი რომ რამე კარგზე იფიქრეო და მაშინ დამარტყა თავში და აი დავაძალე საკუთარ თავს იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვდგებოდი ისე ცუდად ვიყავი დავაძალე საკუთარ თავს და აი მანდ ესეთი მანამდეც და მეც მქონია, მაგრამ მაშინ მართლა რამაც მიშველა იმ ღამეს იყო ეგ რა, რომ აი წავედი და ხელით შევეხე იმ ქუთაისში ესე იგი სალაში მდგარ ჩინურ ვარდს, რომელსაც ოდესღაც 2 თუ 3 წლის ასაკში ფოთლები დავაცალე. და ის მზის შუქი რო შემოდიოდა აი რაღაცები უცებ აღვიდგინე ძალიან ისე სუნის დონეზე და შემოვალი მზისხიობის დონეზე ეს ყველაფერი და მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ორი ადამიანი ორი მამაკაცი ჩემს სახლში ორივე ერთნაირად როტო იცოდა ჩახველება აი ეს მამა ჩემს და ბაბა ჩემს ხო და აი ეს რაღაცები რო და ლაგდა იმ დროს გრაუნდ დაუცებ გრაუნდ ხო გეშტალტურად რო ვთქვათ გრაუნდინგის ავორდში რო გააკეთე და ეხაც რო გისმენდი წახვედი უცებ და დავინახე აი მართლა იგრძნობოდა რომ ხო რამე არ დეტალები რო არ გამოგჩენოდა ხო იქ იმ ზალაში და აი რაღაცა ამ ვარდთან კონტაქტში გაჩერდი და ამიტომ კითხავ ეს ვარდი შენ ცხოვრებაში რა მნიშვნელობის არის შეხედა იცი რა მომენტია მე ზოგადად ცოტა ისე მაგ ჩარჩენილი ეგ რომ ძალიან მადანაშაულები რომ გავაფუჭე და მოვკალი ყვავილი და ცოტა ისე სინანულის გზო ცირ არ მახსოვს კარგად როგორ გამოიყურებოდა და შეიძლება მოვიგონე ის ფორმა ხო მაგრამ დაშვების დონეზე დავუშვირო შეიძლება და ეგეთი ყოფილიყო მაგრამ რაღაცნაირად აი ბავშვობიდან ცოტა დანაშაულის გზნობა მაქვს იმ ყვავილის მიერ რომელიც იმ გადმოსახედიდან იყო ყველაზე ლამაზი ყვავილი, რომელიც მე გავაფუჭე. და ხო, ესე დამტუქსეს რა და ამიტომ რაღაცნაირად აი იქ წავედი და იმას მოვეფერი, რასაც იდეაში თურმე გამიუბედურებია. ესე ინტერესოა აქცენტი დასვი ხა რომ რეალურად ნახე პანიკური შეტევაში ფოთვა ნებისმიერ შემთხვევაში ასე თუ ვიტყვით ამ დროს გჭირდება რაღაც საყდენი რაც იმდენად რეალურია. რამდენადაც შემიძლია რომ გავჩერდე მასთან რამდენადაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია და შენ მოგონებაში იქ და იმჟამად წამოვიდა ესეთი ტკივილნარევი მოგონება მოდი შეიძლება ხო ესე დავარქვათ და გამკლობის მექანიზმათაც როგორ აირჩია შენმა ფსიქიკამ ეს ხო მაგრამ იმ დროს ძალიან ლამაზად მეჩვენებოდა ის მაშინ დავაფიქსირე აი ეხლა კარგად მახსოვს რომ იმ დღეს, როცა მე ვიყავი სადღაც 3 წლის ალბათ, ფიროსმანეს 15 ნომერში, დავაფიქსირე ის თუ როგორ უხდება ფანჯრებიდან შემოვალი მზის შუქი ყველაფერს. ხო. ხო. და აი მაშინ ვიგრძენი, თან ის რომ დილა იყო და აი ცოტა რომ ზაფხული იყო.
და ცოტა ზის ხიბი რო შემოდის ფანჯარაში და თაერში ცოტა მტვრის ბუსუსებს რო ხო, რო ჩანს. ხო, აი ეგენი მაშინ დავაფიქსირე, ან ასე მახსოვს რომ მაშინ ეხლა რო იხსენებ რას გრძნობ? სხეულში რა ხდება? ბედნიერებას. ოკეი. თორე აი იმ დროს ეგ იყო ალბათ აი ახლა რომ თვარის რო ასტრონავტები ულიან იმ სილამაზეს რო უყურებენ აი რაღაცა ეგ იყო ალბათ ადამიანი ხო შტაბეჭდილებით აზროვნებს ხო ვიღაცისთვის ეგ რაღაცა მინიმუმია და ვიღაცისთვის ის არ არის საკმარისი ხო და ნუ აი ეგ არის მე ხო იმ მომენტში საკუთარ თავთან ძალიან მართალი ვიყავი როცა იმას გრძნობდი და ის მობედნიერებდა ხო დღევანდელ დღეს რა არის შენ ცხოვრებაში ზურა ესეთი ჰაილაითი რასთანაც მოდი ვიტყვი ბედნიერებით მეტი ხარ კონტაქტში ვიცი რა არის რაღაცა ცოტა დასწავლული გახდა ეგენი იცი ბოლო დროს ჩემთვის აი დასწავლული გახდა ანუ აი მაგრამ უფრო შაბლონური გახდა დღეს ეგეთი რაღაც ემოციის დონეზე აი არ ვიცი შეიძლება უბრალოდ რაღაცა სტრესული გარემოს და რაღაცის გამოა შეიძლება ხო თორე აი ერთ-ერთი რაც იყო ცოტა უნდა კაი ხნის წინ იყო ეგეც უკვე რა აი რაღაც მახსოვს შეიძლება კიდე იყო მაგრამ ხო ხდები აი იქ კარგად დავამახსოვრდა იყო რომ აი 2019 წელს რო აი ისე ველოსიპედით რო სეირნობდი ამსტერდამის ქუჩებში სრულიად მარტო აი მაშინ ხო რაღაც აი ეგრე რა ეს არის ბოლო მოგონება ბედნიერებაზე შეიძლება კიდე არის და ვერ ვიხსენებ ანუ ამას თუ ვამბობ ესე იგი ამან უფრო გადაწონა ხო ნიშნულოვან ნაწილად წამოვიდა შენ თავზე ზრუნვის ნაწილს შეკითხავ რა არის რასაც აკეთებ დღეს შენ თავზე ზრუნვისთვის იმისთვის რომ სუნცირე მოუფრთხილდა შენ თავს როგორც რიგითი ყველა ადამიანი უფრთხილდება. უნდა უფრთხილდებოდეს ალბათ აქ უნდას გამოვიყენებ უფრო. მე ასე ვუყურებ ზოგადად ამ ამბავს რომ თუ გინდა რომ სასურველი მომავალი დაადგეს, უნდა იყო ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი, რომ მოესწრო იმ ამბავს და მენტალურად გააზრების უნარი იმ გამარჯვების გააზრების უნარი თანახმის უნარი შეგრჩეს. ხო და ვცდილობ რავი მეძინოს რაღაცა აი ველოსიპედით მაგიტორო ფორმაში ვიყო რაღაც მომენტში ვცდილობ რომ ავირიდო კონფლიქტური სიტუაციები თავიდან შეძლების და გვარად ხო რომ აი დღევანდელობაში ყველაზე რთულია ხო რთულია ძალიან და ვცდილობ კიდე აი ხანდახან შეიძლება ძალიან ტრეშზე ვიცინო მაგრამ ვიცი რომ ყველაფერს ბევრ რამეს უყურებ წამალივით იცი რას ნიშნავს აი წამალივით ხო აი რა არის წამალი ხო წყლის დალევა დილას რო წყლის დიდხანია ვსო მაგრამ აი ცოტა ეგრე დავიწყე ყველაფერს ყურება რომ შენ თუ დღეს რაღაცას აკეთებ ჩანსაღ რაღაცას აკეთებ ხო აი გაუშვათ ფიზიკურად აქტივრო ხო ვცდილობ რომ რაღაცა თავიდანვე დილას ტელეფონს გახსნი ეგრევე რაღაცა ვაი და ბომბი ჩამოვარდას ნიუსის მაგალითად რაღაცა სისულელეზე იცინო უბრალოდ იმიტომ რომ ხო რაღაცა ამან მოგცეს პოზიტიური ენერგია ყოველთვის არ გამოდის ოღონდ ახლა ხო ქადაგებაში გამოდის მაგრამ სად არის ეგრე ხო აი რაღაც ეგეთი მინიმალურებით რა რომ ეგ არის შენთვის ასე ვთქვათ წამალი იმ თვალსაზრისით რომ რეალურად გადააავადოს ნამდვილი პრეპარატის მიღების დრო. კი. მან კიდე ერთი აქცენტია ხა შენ დილას გაღვიძება რა ხან ახსენე მაყურებლებისთვისაც ვიტყვი და შეიძლება შენც გამოგადგეს. არსებობს ოქროს წესები, რითი ჯობია რომ გაიღვიძო და რა შეიძლება აკეთოს ადამიანმა დილის პირველ 1 საათში, რაც მოუტანს თერაპიულად ერთის მხრივ სიმშვიდეს და მეორის მხრივ გაზრდის ადამიანის პროდუქტიულობას. პირველი რაც არის, როცა ვიღვიძებთ, პირველი 40 წუთი არ ვკიდებთ ხელს ტელეფონს. იმისთვის რომ დავრჩეთ კონტაქტში საკუთარ თავთან. იმისთვის რომ გადავამუშაოთ ის პროცესები, რაც მაგალითად სიზმრების სახით მივიღეთ. მეორე და მთავარი მან რაც არის აუცილებლად და კარგია რომ პირველი 20-25 წუთის მანძილზე ვიღებთ წყალს ან ნებისმიერ თბილსი დღეს, არა ალკოჰოლურს, არა კოფეინის შემცველს, იმისთვის რომ სხეული მაგაიღვიძოს, მოვიდეს კონტაქტში და უსაფრთხოება წამოვიდეს. მესამე და ძალიან საინტერესო მანდრაც არის აბსოლუტურად ყველა სიტუაცია შეიძლება გაკეთდეს ვიხსენებ ერთ მოგონებას რომელიც სასიამოვნოა რომელიც დღის დასაწყისად შეიძლება იყოს წინა დღის მოგონება ან ბავშვობიდან მოგონება რომელიც დღის დასაწყისში მეხმარება ეს შეიძლება იყოს არ ვიცი თუნდაც გარეთ გავიხედო და შევხედო რაღაცა ხეებს რომელიც ხანდახან ჩანს ხოლმე ზოგ ადგილებიდან ხო ჯერ კიდე
ჯერ კიდე ეგ არის, ამიტომ შეიძლება ეს იყოს. ხშირ შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე ერთ-ერთი ფაქტორი არის მზის სხივები. და მზის სხივებთან 15-20 წუთიანი კონტაქტი. იმისთვის რომ ბუნებრივი დ-ვიტამინი დაიმუხტოს ერთი ადამიანი და მეორე მხრივ ამან აწიოს ემოციური რეგულაცია და ემოციები წამოწიოს წინ. და სუმთავარი რაც რითიც პრინციპში უნდა დამეწყოთ ვიღვიძებთ არა მაღვიძარათი. და თუ კი ვიღვიძებ მაღვიძარათი, მაღვიძარაზე ძალიან კარგია დავაყენოთ ჩემი ხმა, რომელიც მიყვება დღეს როგორი კარგი დღე მექნება ამის შესახებ. და არა ის რომ გაიღვიძე ჩქარად ეკი გამიგია ხოლმე ჩემ კლიენტებს. ფოთვით გაღვიძება არა. ფოთვით და განგაშით, როდესაც იღვიძებს ადამიანი, მთელი დღეს ენერგეტიკა განგაშის და ნეგატიური განცდების მოყვება და ეხლა როგორ კონტაქტშია იმასთანაც შენ თქვი რომ ვიღვიძებ დილას რაღაცა ვიცინი, წყალს ვსვავ, აბსოლუტურად იმ ფსიქოთერაპიულ რეკომენდაციებს გავიცნობიერებლად აკეთებ როგორც აღმოჩნდა. ხო, თუმცა ეგრეთ არ არის ეხლა ტელეფონს მე რო ხსნი, აი ხო, ეგ უნდა გამოვასწორო, იმიტომ ჯერ ხო ტელეფონით ხო, მაგრამ მეორე ის არის რომ აი რა მაღვიძებს ხოლმე, იცი? ყველაზე კარგად. და ძალიან ცუდია ეგ ნეგატიური ადრენალინი, მაგრამ გავხსნი ტელეფონს რატო? იმიტომ რომ ვიცი რომ იმ დღეს რაღაცა კომენტარს დამეწერდა ახლა ვიღაცა ცუდს და ეს კომენტარი უნდა წავშალო და აი ამას ხო ვკითხულობ ადრენალინი ხო გაღვიძებს, ხო და ანუ ეგ არის. ეგ ადრენალინი როგორია, მოდი ჩაგეკითხები რა ცოტა შევეხოთ. რახან ძალიან საჯარო პიროვნება ხარ, ამ ნეგატიურ ჰეიტსაც რაც ხანდახან მოდის ხოლმე ადამიანების მხრიდან. შენ როგორ რეაგირებ? ადრე ძალიან მწვავედ რეაგირებდი და ანუ ადრე რა კარგ ახსნის 2 წელიწადი ალბათ რაც უკვე რაღაცები დავალაგე. მივხვდი რომ არის დავახარისხე რომ რაღაცას აზრი აქვს, რაღაცას აზრი არ აქვს და თუ აზრი არ აქვს იმაზე რატო უნდა იშალო ნერვი და აი ხო ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მეც მეგონა ბევრჯერ რომ აი ადამიანს რომელიც არ გეთანხმება საჯარო სივრცეში შენ შეგვიძლია გადაარწმუნო. And other hilarious jokes. არა. გამორიცხული ამბავია. გამორიცხული ამბავია, მით უმეტეს ქართველი რა, ասեմ, თავს მოიკლავს და შენ არ დაგეთანხმება. თუ სულ რო გეთანხმებოდეს, მაინც არ დაგეთანხმება, იმიტომ შენ ჯგვალზე გაივლის მაშინ და რაც ქართული როგორ იზამს მაგას. ახლა შენ რა გამახსენე კიდე, იცი? ეგეც დამავიწყდა მაშინ მე თქვა. და შენ რომ თქვი, მაშინ გამახსენდა. აი, კარგზე იფიქრეო, რომ ხო? მან ყოველთვის მქონდა რაღაც მომენტი საკუთარ თავთან, ასეთი რაღაცა, რომ აი, კარგზე იფიქრე რა არის, ანუ ცოტა თავს ხო არ იტყუებ, ანუ რაღაცა, ხო, ამდენი რაღაცა ხდება, აი, კარგზე იფიქრე რა. მე მან და ესეთ მაგალითი მოუყანა საკუთარ თავს. ხო. რასაც ხედავ ყველაფერს ჭამ. ყველაფერს არ ჭამ, ჭამ მარტო საჭმას, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, რასაც ხედავ და არ ჭამ. ხო. ანუ შენთვის კარგი და ბევრი კარგიც არსებობს და ცუდიც არსებობს, მაგრამ კარგი არის, რაც შენი საკვებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი არ არსებობს. ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ შენ გჭირდება კარგი, რომ გადარჩე. ისევე როგორც ფშიერი არ მოკვდე. აი, ეგრე დავინახე, ეგრე დავალაგე და აღმოჩნდა, რომ თავს უკვე აღარ ვიტყობ, მე ვირჩევ, რომ ამაზე რო ვიფიქრო, არის დამაზიანებს, ამაზე რო ვიფიქრო, ეს არის საკვები. ხო, და აი მაგით განუსაზღვრო საკუთარ თავს, რომ თავს კი არ ვიტყვი, ეხლა კარგი რაღაცაზე ვიფიქრე, თვითი არ არსებობს, რომ საკვებს ვირჩევ. რა თქმა უნდა და მან ეგ აქცენტიც არის შენ თქვი ხა დილას იმ ადრენალინით ვიღვიძებ რომ რაღაც მომენტში წავშალო ეს კომენტარიო. მანდაც ეგ არის რომ არჩევანი რასთან მოვიდე კონტაქტში, ვინ და რა მინდა იყოს ჩემს სივრცეში, მე თვითონ გამსაზღვრო. რაღაც ხრი პასუხისგებლობასთანაც არის დაკავშირებული რა. ავიღო პასუხისგებლობა ჩემს არჩევანზე. ხო, შეიძლება. თუნდაც იმიტომ რომ რაღაც სოციალური სივრცეა და ყველა ადამიანს კი აქვს აზრის გამოთქმის უფლება, არ დავაზიანო ამით ჩემი თავი და არ შევაჭმევინო თავი ჩემი თავი მაგაზრებს. კი. ეგ ძალიან არსებითია. ძალიან დიდი დრო დამჭირდა მაგის გასაცნობიერებლად. მოძა მივხვდი რომ რაღაცა ცუდად ვარ და ეგ არის ხო? კი, ასე მარტივად ვერ ხვდები მაგას. ხო, ეგ მნიშვნელოვანია. კითხავ ასევე შენი ერთ-ერთი პროფესიის შესახებ. ერთ-ერთს ვახსენებ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრია მანდ და ბევრ საკითხზე შეგვიძლია გავშალოთ, მაგრამ რამაც ბოლო პერიოდში ასეც სანხშიად ხვდები, არის ხოლმე შენი ტურები, რომელსაც ხშირად აცხადებ და ძალიან ბევრი ადამიანი ეწარება და მე რო უყურებ ხოლმე ჩემ გარშემო, სულ არა, აი როდის არის, შემდეგი როდის იქნება. რა ხდება მანდ? როგორ ხარ მანდ? ზურა როგორც გიდი. მან ვარ ძალიან კარგად. მან ვარ ახლა ძალიან კარგად. იმ თვალსაზრისით, რომ აი ცდილობ საზოგადოებას
ავუხსნა რაღაცები რაც არასწორად ვიცი ყველაზე ცუდი არის ზოგადად ეგ არ ცოდნას თურმე საშინელება არ ცოდნა ხო არ ცოდნას ყველაზე ცუდი ყოფილა ის რომ არასწორად იცი აუ ზართული ამბავი ყველა შეცვლა ყველაზე რთული ხო აი ჩემთანაც იმასთან ყველაფერთან ხო რაღაცა როც არასწორად იცი ყოფილა ძალიან რთული სამუშაო ხო და მეორე მხრივ არის ის რომ მე თვითონ ვერთობი ამ არ მეგონა თუ აი ასე გამიტაცებ და ვიღაცებისთვის რაღაცების ახსნა ხო ეგ არა აქვს მნიშვნელობა ეს არის ქართველი თუ არა ქართველი ანუ აი რაღაცების დანახვება რაღაცების ჩვენება ინტერპრეტაციების გაკეთება ხო და რაღაც მომენტში კიდევ ამხუმრობ ხოლმე ასე რომ ანუ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ აქედან გასაქცევი არ მქონდეს მეთქი. ხო, დამედგომებოდეს, რომ ჩვენ თუ რაღაცებზე მსგავსი შეხედულება გვექნება, ეს შეამცირებს იმის შანსს, რომ ჩვენ ამ რაღაცების გამო დავხოცავთ ერთმანეთს. ხო. ეს ხშირად მსმენია შენგან, რომ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ აქედან გასაქცევი არ მქონდეს. ხო. არის ეს ემოციური ფონისთვისაც რაღაცა საკმაოდ მძიმე. კი. შეიძლება ესე ვთქვათ, დრაშიც მოდი დავარქვათ რაღაცა პოზიტიური კვალიტეტი პოვდნენ შენ, პოზიტიური ნაწილის, თუნდაც რაღაცა თანასწორ განმანათლებლობა, ხო, შეიძლება ესეც დავარქვათ მაგას. ანუ არა აგრესიული ფორმით რაღაცების კეთებას და სწორედ Facebook-ში რაღაცების წერას მიჩნია პრაქტიკულად ველზე. ხო. ოღონდ ესეც აი თუ არ თანხმდებით ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთს ხოცავთ. გვხვდებიან ადამიანები რომლებიც ესე ამტკიცებენ ხოლმე რომ არა აქ ეს არის ზუსტად ვიცი. კი. რა ხდება მაგ დროს შენთან? გაჩნია მე რამდენიმე ქართველებზე ვიკითხავ მოდი ხო. ყოფილა შემთხვევა რამდენიმე ადამიანი წასულა. იმიტომ რომ სხვა რამე ეგონათ და მეთქი დავიწყებთ ტური დაწყებულია ტური. ხო სხვა მოლოდინი ქონდათ რა და გადამირცხებული უკან ხო სხვა მოლოდინი გაქვთ ჩემთან უკვე ტური დაწყებულია ხო ანუ თქვენ თუ გონიათ რომ ეხლა დავათვალიერებთ და ესე ვიქნებით მე კონტექსტი უნდა მოგცეთ თან ამის თორე ამას უჩემოდაც ნახავთ ხო რა თქმა უნდა თბილისი ამაცა ძველი თბილისი ხო და ანუ კონტექსტი თუ არ მოგეცით მე თქვენ ისე ჩემთან არ გინდათ მაშინ სხვა ადამიანი უნდა ეპოვოთ ხო და ამ შემთხვევაში არის ის რომ აი ვცდილობ რაღაცნაირად რომ ვუთხრა რომ თქვენ რასაც ფიქრობთ ეგეც სწორია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ასე იყო აი ვიღაცა რო გეუბნება რომ აი აქ ზუსტად მახსოვს რომ იყო სკოლა იყო მაგრამ ეგ შენობა არის 4 ჯერ უფრო დიდი ხნის დანარჩენი პერიოდში რა ხდებოდა ხო ეს კი არ გამორიცხავს იმას რომ შენ არასწორი ხარ უბრალოდ შენ იცი მარტო ეს და კონტექსტი ხმის ესეც მანამდეც რაც იყო მე მანამდეც რაც იყო და დღეს რაც არის ხო აი ხო ეგ თემა არის რა რომ ხანდახან ჩვენ ვიცით რაღაცა ფრაგმენტი და იმ ფრაგმენტიდან არასრული ინფორმაციიდან ვქმნით მე არც თუ ისე სწორი ინფორმაციას ხო უცნაურ ნაწილებს კი ეგ ძალიან ესეთია ზაფრია და სამწუხაროდ ხო ქართულებს გვახასიათებს ის რომ ვიცით რაღაცა და აღარ გვინდა იმის სწავლება მე და ამაზე ხშირად აგრესიით პასუხობთ ნეგატიურად პასუხობთ ძალიან ბუტია ვაიმე აი ხა მე ამდენ ხო ბევრნაირ ადამიანთან ხო ბევრი ქვეყნის მოსახლესთან ხომ აქვს შეხება ხო და ქართველები როგორი ბუტიები ყოფილვართ ხო აბა აი ზუსტად ეგ არის აი ბავშვური ჭინჭყლობა რასაც ქვია ინფანტილური მდგომარეობა ინფანტილური ხო აი უფროსი ქალები და კაცები კი აი ეს უცებ რომ ბავშვივით რაღაც რო შეყრავენ აი ეს მე ვთქვი რომ ვაიმე და კი მე ხშირად მithქვია ხოლმე რომ ჩვენ ქვეყანაზე ეს რომ ინფანტილური ქვეყანა ადამიანებით სავსე ქვეყანა ვართ რომელსაც პანიკური შეტევები აქვს თქო იმიტომ რომ მართლა მასე ვართ სტაბილურობა და დაგრაუნდება გვიჭირს და განსაკუთრებით როდესაც რაღაცა გონია რომ ვიცით მანდ უკვე ჩვენ ვართ და დასრულდა ყველაფერი ამიტომ ეგ სირთული არის პოზიტიურ ნაწილზეც გავაკეთებ რა მანდ პატარა კომენტარს ძალიან ხშირად მესმის ხოლმე მე შენ შესახებ რომ თუ გაგვიმართლა შეიძლება ტურზე იმღეროს ან დაუსტვინოს ეს რა არის შენთვის ესეთი ჩართულობა ტურის ნაწილია თუ იმ წუთას შენი შინაგანი მოთხოვნილება შინაგანი მოთხოვნილება
ხო, ჩემი შინაგანი მოთხოვნილება არის და თან უბრალოდ ზოგჯერ არის რომ ხანდახან არ ვარ ხოლმე. თან შეიძლება დაღლილი ვიყო ფიზიკურად რა და ცუდად შესრულებულს საერთოდ, იმიტომ რომ მაშ იმაზეც პასუხისმგებელი ვარ. ხო, რა თქმა უნდა. ხო, შეიძლება ვიღაცამ არ შეამჩნიოს ან იმხელა ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ მე ხო ვიცი. ხო და ზოგჯერ არის რომ დავუშვათ იმ რაღაცა ნაწილს ინფორმაციულად ვავსებ და ზოგჯერ არის რომ შეიძლება რაღაცა. ხო, ანუ ეგრე არის რა, ყოველთვის არ ლაგდება ხოლმე, იმიტომ რომ 3 საათი როდესაც გაუჩერებლად ლაპარაკობ, მე კიდე რამის ენერგია რო გქონდეს, ზოგჯერ ხან არის, ხან არ არის. ხო, თან ხან მოიტანს თემა და რაღაცა და ხან არ მოიტანს და ეს ძალიან ბუნებრივად თუ არ მოხდა, ეგრე დაგეგმილად. დადგმულად, ხო, ნუ ხო, მაგიტყვა ესე იგი ეს ფრაზა თუ გაგვიმართლა შეიძლება მოусმინოთ. არ ვიცოდი ეგეთი ფრაზა თუ იყო, ხო. კი, ძალიან ხშირია და სოციალურ ქსელებშიც მე ხშირად შემხვედრია. ხო, რაღაცები იყო, შეიძლება, მაგრამ ხო, არ ვიცი, იმიტომ რომ აი ვცდილობ რომ მე აი ტურისტებს აი უცხოელებს რას ვეუბნები მაგალითად, ხო? რომ აი თქვენ ხალხმა ალბათ მე-1000 ჯგუფი, ვისაც ამას ვუტარებ. ამიტომ ჯერ მე თუ არ ვიკაიფე ამით, თქვენ იმ ემოციას ვერ გადმოგცემთ და თან რატო? იმიტომ რომ მე ხო მაქვს დავუშვათ ტურები, რომლებსაც მოჭრილი ფასი აქვს და ტურები, რომელსაც არის ტიპებზე დამოკიდებული. ხო და ტიპებზე თუ არ დამოკიდებული, იქ შენ ყველაფერს აკეთებ, რომ გამოიმუშაო, თორე შეიძლება უკაპიკოდ დარჩე, ხო? ხო და ამიტომ არის რომ მე ვცდილობ რომ ამით ვიკაიფო, რომ სხვასაც განვაცდებინო რაღაცა. ხო. აი ხა ჩვენ რამდენ თემას შევეხეთ და თითქოს ყველა ეს თემა ერთიანდება ყველაფრის თავიდან დაწყებაში, რაღაც სიახლეში, რაღაც განულება და თავიდან დაწყება. გახასიათებს ეს ხა რომ თითქოს არა. ხო, გონი ეგრეა, ხო, და ტურზე სხვანაირ, ანუ მსახიობიც ხო ეგრეა რაღაც მომენტში, ხო, ვითომ პირველად თამაშობს იმ როლს. ხო. რა იქნებოდა შენი ოქროს რჩევა, მოდი ესე ვიტყვი, ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება განიცდიან, რომ რაღაცა ხა თავიდან უნდა დაიწყონ, აი, ნოლიდან უწევთ შეხება ახალ ამბებთან, ცვლილებებთან, ან უჭირთ უბრალოდ იქ გაჩერება, სადაც არიან. ხო. რჩევა? შენი ექსპერიენსიდან. მოიცა, აბა. ზოგადად მე რაც მომივიდა ეხა, ხო, და უშუალოდ ის იყო, რომ აი ну, გადმოსვლა ქუთაისიდან თბილისში ხო 0-დან დაწყება და მთელი ამბავი, კაი 1-2 3-ჯერ დამაყაჭაღეს კიდეც. და ეგეც ისეთი თემა იყო ადრე 2000-იანების წლებში ხო და მერე იყო ის რომ ჯარისკაცი გავხდი და ესეც საერთოდ უცებ სხვა რაღაცა სამყაროში ხდები. მერე იქაც ეგრეთ წოდებული ჩეპე მომივიდა და უფრო უარეს პირობებში გადავედი და განულდა ყველაფერი და ხელახლა უნდა ამეშენებინა კონტაქტების საერთოდ სხვა ხალხთან. ხო და უბრალოდ იცი რა არის ალბათ თვითგადარჩენის ინსტინქტია ეს თუ დაგიდგება ადამიანს საქმე საკითხი ისე რომ უბსკრულის პირას დგახარ ალბათ ყველაფერსაც იზამ ხო რა არის მან სინათლე უბსკრულის პირას სინათლე არის ის რომ ცოცხალი ხარ ხო ნუ სინათლე არის ის რომ სანამ ცოცხალი ხარ და სანამ საგონებაზე ხარ მაშინ გააკეთებ რა და საგონებაზე როცა ხარ ხო ალბათ ყველაზე ადეკვატურ არჩევანსაც გააკეთებ. თუ აი თუ ცოტა დაცილდი რეალობას, მე ალბათ შეიძლება ადეკვატური არჩევანიც ვერ გააკეთო. ამიტომ სიცოცხლე და საგონებაზე ყოფნა. ოკეი. ხო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო აქცენტია ეს, რომ სიცოცხლე და საგონებაზე ყოფნა. რეალურად ეს არის ორი ის რა ამბავი, მოდი ესე დავარქვათ, რისი მართვაც რაღაც ხრი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მასზე ზრუნვა ჩვენზეა დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ მაყურებლებსაც შევახსენო, რომ მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა, ფოკუსირება, მოსმენა საკუთარი თავის და რაც მთავარია ხშირ შემთხვევაში სწორ დროს, სწორ ადგილზე არას თქვაც. იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ეს ვიყო კარგი, შევასრულო რაღაც მიზნები, მაინდა-მაინც არ არის ეფექტური ხოლმე პიროვნების განვითარების გზაზე. ამიტომ ხშირად არა არის განულების კარგი ეპიზოდი და კარგი პროცესი, საიდანაც შეიძლება დავიწყოთ ცვლილებები. და მგონია რომ ამ ხრივ ძალიან ბევრი საინტერესო მაგალითი გქონდა ეხა ჩვენ, საიდან შეიძლება დაიწყოს ადამიანმა ცვლილება და სად შეეხოს თავის ემოციურ კავშირებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ზურა.
მიხარია რომ ხარ სესიაზე, მიხარია რომ ხარ ჩემი მეგობარი. და შევახსენებ მაყურებლებს, რომ თუ კი რაიმე ზურას მონათხრობიდან თქვენ შეგეხოთ, თქვენ შესაღებაც იყო, თქვენს იპოვნეთ ის ვარდი, რომელიც დააზიანეთ ბავშვობაში და თქვენს გაგახსენდათ რაღაც ესეთი ემოციური ფონი, მაშინ თქვენ სესიას დაწყებულია და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ რა არის თემატიკა და საკითხები, რომლებიც გაინტერესებს და რაც მთავარია, 10,000 გამომწერზე აუცილებლად ერთ-ერთი თქვენგანი იქნება სესიაზე ჩემი სტუმარი. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა ძალიან დიდი.